საღამოს 7:30 იქნებოდა დაახლოებით სახლში მომევიდნენ 2-3 სტუმარი ოჯახი რა და მარტო შემოვიდნენ უნდა შევეთვარეელებინათ და გულაპარაკებოდნენ 1-5 წუთი და უნდა წასულიყვნენ ისევ. ამასობაში ვიღაცა მეზობელმა შემამძახა რომ წამოსასწრაფო ჩხუბიაო ჩემს სახლიდან დაშვერებით 1-30 მეტრაში. ამექნა ახლა და გავედი და ერთი ჩვენი ოცნების წევრი პატარა ბიჭი ცოტა შორის ჩვენი ნაცვლი ოჯახის და დაგდებული ყავდათ დაბლა მაიკა დახეული ეყარა ოცნებისა დაბლა და ცეცხლს ურტყავდნენ სცედნენ. და ამისათვის რომ მასაკენი მივედი მეუთხებ რომ რა შვებით მევთხი სირცხვილია თქვი კაი ხალხო პატარა ბიჭია რას ურტყავთ მეთქი მეუთხე და წამოვაყენე ბიჭი წამოვაყენე და წამოვიყვანე აქეთქარა და ერთ-ერთმა მაღალი ბიჭი იყო იმან მითხრა რომ შენ რაღა გინდა ბებერო შენი დედაო შემაგენა და ხელი მკრა რომ მკრა ხელი წინ წამოვედი ეს ბიჭი თან მოვაცრე რომ გამოვიყვანო ხელებს ესე ვითრემდი რომ მე გავიყვანო გავარღვიო მეთქი და ამასობაში უკიდან დამარტყეს როგორ გამოიყო მაგრა კი მოხდა როგორ გამოიყო ქაშჭერებია ხელში და ქვიანი ხელი დამარტყა აი ამაში ეს აი ამ ტერიტორიაზე ახლა სულკივა და ეს ხური გადამისკდა აქ და წვიპი და სისხლი სულ ასე მომდიოდა ეს ბიჭი რომ წამოვიყვანე კიდე ვიღაცა უკიდან წიხლია მომარტყა მე მე თვითონ საჩხუბრად არანაირად არ გავემზადე იმიტომ არ გავემზადე და არ მოვინდომე რომ ეს პატარა ბიჭი უნდა გამომეყვანა იმიტომ რომ ამას ურტყავდნენ წამოვედი მე იქიდან და ეს ბიჭი როგორც წამოვიყვანა ჩემს სახლთან რომ მოვახლოვდი სულ ამ ლაპარაკობ ჩემს სახლთან 30 მეტრაში ჩემს ჭიშკართან რომ მოვიყვანე კიდე დამარტყეს ერთი და წავიქეცი ტრუბები არის მისი მილები არის იმისი რა ქვია გაზისა და იქ წავიქეცი და ავდექი მე ეს ბავშვი დავკარგე და სხვა შეუყვანია მე სახლში რო გამოვედი რომ შემასხინე სახლში შემიყვანეს მე და ესენი მოვიდნენ ის სტუმრის მანქანა სულ დაანტვიეს ჩემს სტუმარს მაგრასწებეს ორთავეს დაასისხლიანეს და სახლში იწევდნენ მე პირადად არ ავწრო მაგრამ როგორ თვითონ იძახდნენ ის ხალხი არიან რომლებიც ზონდერ ბრიგადებში არიან გაწევრიანებულები აი ეს მისი მაგალითი რომ მოხდა მერეთის მაგალითი რომ მოხდა და თვითონ საცალო ცხოვრობენ ეგენი კანალეთის ის რომ მოხდა კოტეჯები აი ეს ხალხი ყოფილან ეგენი სულა სულ დაახლოებით რამდენი ადამიანი მე რომ გავედი 7 იყვნენ მე 4 მივემატნენ კიდე 2 მაშინა მივემატა მაგრამ აქ არის განსაკუთრებით საყურადღებო რომ ისინი დარწმუნებული ვარ სპეციალურად მოვიდნენ ჩვენ საცემლად იმიტომ მაგათ ჩვენმა ადგილობრივმა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გადასცეს მაგათა რომ ეს ხალხი ყოველდღე იკრიფებიან უნივერმაგის წინაო ჩვენ გვაქვს ხოლმე შეკრება როგორ პატრიოტულად ჩვენი გეგმები გვაქვს ჩვენი სათქმელი გვაქვს და ეთყობა დარაზმულები მოვიდნენ ისინი რომ ჩვენ უნდა ვეცებეთ ჩვენ უნდა დავერბიეთ აი ამ გუნდთან მოვიდნენ ისინი სულ ყველამ გამოიარა გამგებელმა ჩამოიარა გეგონება დაღესტნელი თათარი ვიყავი ან ვიღაცა მოლოზნელი ის ვიყავი ვიღაცა ისა უცხო ეს ადამიანი ვიყავ და სულ ყველა რო გვიტყავდნენ ამა ჩაიერეს ვითომ არაფერი ესენი მეუბნევიან ჩემი სოფელი ესაო მაგათი სოფელი აღარ არის ესა დამთავრდა უკვე მაგათი სოფელი იყო როცა ჭამდნენ ყველაფერს როცა დახმარებებს უჭამდნენ ხაზა კატილოგში ხელსაყრელობდნენ ის რო დამთავრდა უკვე და მაგათ მოეთხოვებათ პასუხი მაგათ აი მოგეუბნება აი ამის იქით კი ვაგერ დაზიანებები მაქვს თვითონ სისხლი მიდოდა ფეხი ეხლა იმას ახლა ამ ტკივით ეთყობა ციხლებს მიტყავდნენ დაბიდან და აი ეს ხერხემლის ნაწილი მტკივა მაგრამ ჩამარტყა ციხლი ერთ-ერთმა და ის ბიჭია და ტვინი შეყევა აქ იმასა აგრა სახში არის ბავშვო ამ ხელა ის კაცი მუშტარტყა ის კარგად იქნება კაცო ვინ არის ეს ბიჭი პიროვნულად არის ეს ზემოთა ცხოვრობს და წუხელის ობერი ღამე წამოვიყარე ერთი მაგნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პლუს შემილია თქვა გუშინდელი მოქცევა ტყიავის მილიციისა რა რომ ადამიანურად არაფერი იმათ ზედმეტი სიტყვა რო თქვიათ მამა შვილივით მიგვიღეს და დაგვიწერეს დაგვაწერინეს რაც იყო ახლა ტყისა და აი რასაც აღარ გეუბნებით ის ვილაპარაკი ისევა მე ტყვილი რომ ეთქვა ხამისა შემეშლებოდა მაგრამ მართალს რო ვიდახი ისა სხაპასკუპით ვიცი რაც იყო და ისეთი ადამიანურად მოგვეცნე მილიციის გაყოფილება ტყვიავისა რომ მე ეხლა წმხელის არ ვიჯერებდი თუ ესენი საქართველოს მილიცია იყო არ ვიჯერებდა ეხლაც არ ვიჯერებ არ ვიცი მე მილიციას ეუბნებოდნენ თვითონ ისინი აგინებდნენ მილიციას ჩაიერეს მილიციას აგინეს თვითონ იმათა აგინეს და მე რავი ვიღაცა გამოჩნდა იმათი სპეცნაზიდან და მე მგონი კარგად შეუღებეს პირი იმ ადამიანებს
მე სასამართლოში რომ მივედით არა ვეთომ არაფერი იქ იყო გაპესტაკებული ორი პიროვნება და მასხერად ბიგდებდნენ კაცო და მილიცია ესე იგი ეფერებოდნენ მილიცია მოკიდეს ხელი გორის მილიცია რა ვინ იყვნენ ისინი და წაიყვანეს ეს ვინ გცემათ ის ბიჭები ო ისინი პოლიციას დაუძახეთ მაგრამ პოლიცია თვითონ ადგილობრივი პოლიცია არის ახლა რა ვიცი რა პოზიციები აქვს რა შემსახურები აქვს ოროლი პოლიცია ქურთის პოლიცია დიჩი დგა რა ვერ ვიგებ რანაირად არის კაცო ესა დაიგვიანა მოსულად ეგ იყვნენ შვილო მოკი არ დაიგვიანეს ეგ იყვნენ ისინი ნახარია პასტაიანთ ახარია აი პოსტზე დგანან იყვნენ ახლა და რომ ეუბნეოდეთ ბიჭო მედი წაიყვანეო და მაგრამ უკვე მეს დამარწყესო და მე იმას რა როგორ გავცეხმაიო თვითონ კარგად იციან ვინ იყვნენ ეგენი მე არც იმათი მეშინია და არც იმათი თქვას იმათლე მე რა წავიყვანეს გორში და სამატყოფოში რომ მიგიყვანეს და იმას აღარ სამლები გამოგვიწერეს რაღაც აკეთიკი და სადაც სამატყოფო ძალიან კარგ გამოგვეცა და მე იქნა მილიციამ წამოგიყვანა ისევ ატყიავის სამატყოფოში და რაღაც მოგახსენე ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმ ატყიავის სამატყოფოს რა ვიცი შეიძლება ვჩნდები ახლა იმათა შეიძლება კიდევაც ეჩხუბნო და თათმეხეთს ესე კარგათა მაგრამ კარგ გამოგვეცენ და ცოდოს ვერ ვეკ ეს ორი ბიჭი პოლიციამ წაიყვანა იქ ეს ორი ბიჭი წაიყვანა და არა ერთად ვიყავი და მე სუყვანანი გამოგვიშეს რა ვქნა ნაცემები ჩვენ ვიყავ და კიდე ჩვენ დავეჭირეთ კაცო ვერ გავიგე დასაჭერები ქარია და დაიჭირონ ისინი რეგულო დაყარეთ და ხალხსოფელი დაარტყეს და დასიებული მოთვალები. ხო. ერთი რამე დააფიქსირეთ კიდევ. ერთი რამე დააფიქსირეთ. ეს სტუმრები რომლებიც ჩემთან იყვნენ მოსულები. ეხლა ესენი ეთყობა ამათ რა ვიცი არა, საიდანღაც იცნობდნენ თუ არ იცნობდნენ თუ რაღაცა, რაიცაო კაცო ჩვენო შემოქმედავენ ვიცნობენ ისინი სტოლინებიან. რომ გავიდნენ გარეთ და დელა რა იყო თუ რა მოგივიდა და შედგნენ ამ უბედურებს კაცო. ის ეცემეს ორთავესა, ის ეცემეს ქალსაც კი დაარტყეს, ქალსა ერთ-ერთი ჩორსა. დაარტყეს და მერე ბოლოსა მანქანა უყიდიას უბედურსა, კაცო. ეტას უარ მოსულიყო, იმათ ცოდოობაში ჩავდექი 5 წუთით ეკლესიიდან მოდიოდნენ და 5 წუთით შემოგვიარეს. სახელი და გვარი გითხარით ამოდან. ხვიჩა საძაგლიშვილი და გოჩა საძაგლიშვილი. ტურბაზაში ცხოვრობენ. უბედურათა, უშნოთ, აი რო იყია ხოლმე ღარიბად, ღატაკად და მანქანა დაუტრიეს თუ რაღაცა. აგრანა ისინი აქ გადაიღეთ მე იქ აყრია შუშები და ისინი ცეხლები უტყეს. საწყალმა ალალი შრომით იყიდა ეს მანქანა და დაუტრიეს და გაუბედო.